ელექტროკარდიოგრამა, ანუ EKG, არის სამედიცინო კვლევის სახე, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას გულის რითმისა და ელექტროფიზიოლოგიური აქტივობის შესახებ. იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ EKG, აუცილებელია ვიცოდეთ გულის გამტარი სისტემა. გულის გამტარი სისტემა იწყება სინოატრიალური კვანძიდან, რომელიც მდებარეობს მარჯვენა წინაგულსა და ზემოღრუ ვენას შორის. სინოატრიალური კვანძი არის პირველი რიგის პეისმეიკერი, სადაც ხდება იმპულსების გენერირება. აქ წარმოქმნილი იმპულსები ვრცელდება წინაგულებზე კვანძთა შორისი კავშირებით. მარცხენა წინაგულზე ვრცელდება ბახმანის კონის საშუალებით და იწვევს მარცხენა წინაგულის აგზნებას, ხოლო ვენკერბახისა და თორელის კონები დაღწევს ატრიოვენტრიკულურ კვანძს, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში განიცდის დაყოვნებას. წინაგულების აგზნება ელექტროკარდიოგრამაზე გამოიხატება პ-კბილის სახით. ხოლო AV კვანძში იმპულსის დაყოვნება PR სეგმენტით არის წარმოდგენილი. AV კვანძიდან იმპულსი ვრცელდება პარკუჭებზე. ჯერ ვრცელდება პარკუჭთა შუა ზგიდეზე, იწვევს მის აგზნებას, რომელიც EKG-ზე Q კბილით არის გამოხატული. ხოლო შემდეგ ვრცელდება პარკუჭის კედლებზე, იწვევს პარკუჭების მთლიან აგზნებას და გვაძლევს QRS კომპლექსს. ამის შემდეგ იწყება პარკუჭების მოსვენება, რეპოლარიზაცია და ეს EKG-ზე გამოხატულია T კბილის სახით. იმისათვის, რომ მივიღოთ სწორი EKG, აუცილებელია ვიცოდეთ ელექტროკარდიოგრამის სწორად გადაღება. ელექტროკარდიოგრამას ვიღებთ ელექტროდების საშუალებით. გვაქვს კიდურის ელექტროდები და გულმკერდის ელექტროდები, რომლებიც შესაბამისად გვაძლევენ კიდურის განხრებს და გულმკერდის განხრებს. სულ გვაქვს 12 განხრა, აქედან 6 არის კიდურის განხრა, 6 არის გულმკერდის განხრა. მათ შორის განსხვავება არის ის, რომ კიდურის განხრები გულის მუშაობას აკვირდებიან პირდაპირ, ანუ ფრონტალურ სიბრტყეში, ხოლო გულმკერდის განხრები გულის მუშაობას აკვირდებიან აქსიალურ ჭრილში. უფრო მარტივი გასაგები რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, თითქოს გული არის განივად გადაჭრილი და ისევ აკვირდებით მის მუშაობას. აი სწორედ ამას აკეთებენ გულმკერდის განხრები, ანუ ვილსონები. ახლა განვიხილოთ კიდურის ელექტროდების დამაგრება კიდურებზე. უფრო მარტივი გასაგები რომ იყოს, ამისათვის ვიყენებთ შუქნიშნის პრინციპს. მარჯვენა ხელზე ვამაგრებთ წითელ ელექტროდს, მარცხენა ხელზე ვამაგრებთ ყვითელ ელექტროდს, მარცხენა ფეხზე ვამაგრებთ მწვანე ელექტროდს, მარჯვენა ფეხზე ვამაგრებთ შავ ელექტროდს. ეს წარმოადგენს დამიწებას და სხვა ფუნქცია არ გააჩნია. ამ ელექტროდებით კი ვიღებთ 6 კიდურის განხრას. აქედან 3 არის ბიპოლარული განხრა, პირველი, მეორე, მესამე, ხოლო 3 არის უნიპოლარული განხრა, AVR, AVL, AVF. რაც შეეხება გულმკერდის განხრებს. გულმკერდის ელექტროდების დამაგრებისათვის ვიქცევით შემდეგნაირად. ჯერ პოულობთ საუღლე ნაჭდევს. საუღლე ნაჭდევის პოვნის შემდეგ უნდა ვიპოვოთ ლუის კუთხე, მეორე ნეკნთაშუა სივრცის საორიენტაციო წერტილი. ლუის კუთხის პოვნის შემდეგ ჩამოვდივართ ორი ნეკნთაშუა სივრცით დაბლა და პოულობთ მეოთხე ნეკნთაშუა სივრცეს. სწორედ აქ მაგრდება ვილსონის პირველი ელექტროდი. მის მოპირდაპირედ მარცხენა მხარეს კი მაგრდება ვილსონის მეორე ელექტროდი. ამის შემდეგ ვამაგრებთ არა მესამე, არამედ მეოთხე ელექტროდს. მეოთხე ელექტროდი მაგრდება გლავის შუა ხაზიდან 0.51 სანტიმეტრით შიგნით მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში. ხოლო ვმ3 მაგრდება ვმ2 და ვმ4-ის შორის, რომელიც ემთხვევა მეხუთე ნეკნის დონეს. ვმ5 ელექტროდი მაგრდება ვმ4-ის გასწვრივ წინა აქსილარულ ხაზზე, ხოლო ვმ6 მაგრდება ვმ5-ის გასწვრივ შუა აქსილარულ ხაზზე. ბუნებრივია ჩნდება კითხვა თუ რატომ გვინდა ელექტროდების ასე ზუსტი ცოდნა. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ როდესაც ელექტროკარდიოგრამას შევაფასებთ და დავინახავთ რომელიმე განხრაში რაიმე პათოლოგიას, მივხვდეთ თუ გულის რომელ უბანში გვაქვს რაღაც ცვლილება. შესაბამისად ვასკვნით, რომ თითოეული განხრა გულის შესაბამის უბანს უყურებს. იმისათვის, რომ მარტივი და სამახსოვრებელი იყოს, გამოვიყენოთ დაჯგუფების პრინციპი. პირველი განხრა AVL ვმ5, ვმ6 უყურებს გულის მარცხენა პარკუჭის ლატერალურ კედელს. მეორე მესამე AVF უყურებს მარცხენა პარკუჭის დიაფრაგმისეულ კედელს. ვმ3, ვმ4 უყურებს მარცხენა პარკუჭის წინა კედელს. ვ1, ვმ2 უყურებს პარკუჭთა შუა ზგიდეს, რომელიც აქ მონიშნული არ არის, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს აი აქ არის გავლებული. ხოლო AVR უყურებს მარჯვენა წინაგულს. გარდა ამისა, ელექტროკარდიოგრამის სწორად შეფასებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ ელექტროკარდიოგრამის ქაღალდი. ელექტროკარდიოგრამის ქაღალდი გვაქვს ორი სახის. არის 25 მმ წამიანი სიჩქარის მქონე ლენტის ქაღალდი, ხოლო არის 50 მმ წამიანი სიჩქარის მქონე. მათ შორის განსხვავება არის სწორედ ლენტის სიჩქარეში. ჩვენ განვიხილოთ 25 მმ წამიანი სიჩქარის ლენტის მაგალითზე.
ქაღალდზე გვაქვს პატარა კვადრატები და დიდი კვადრატები. თითოეულ დიდ კვადრატში სიგრძეში მოთავსებულია 5 პატარა კვადრატი. თითო პატარა კვადრატის სიგრძე კი არის 1 მილიმეტრი. ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ლენტის სიჩქარე არის 25 მილიმეტრი წამში, ეს გულისხმობს, რომ 1 წამის განმავლობაში აღერიცხება 25 მილიმეტრი, ანუ 25 პატარა უჯრა. შესაბამისად, 1 პატარა უჯრის ხანგრძლივობა იქნება 1/25, ანუ 0.4 წამი. ხოლო 1 დიდი კვადრატის ხანგრძლივობა იქნება 0.4 გამრავლებული 5-ზე, ანუ 0.2 წამი. რაც შეეხება სიმაღლეს, თითოეული პატარა კვადრატის სიმაღლეში არის 1 მილიმეტრი, ჩვენ ეს შეგვიძლია გამოვხატოთ მილივოლტების საშუალებით, ანუ 1 მილიმეტრი შეესაბამება 0.1 მილივოლტს. ჯამში კი ერთი დიდი კვადრატის სიმაღლე არის 0.5 მილივოლტი. ეს იყო ვიდეო EKG-ს შესავალ ნაწილზე, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.